ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ვიქტორ ყიფიანი ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase წარმოადგენს. ბატონ ვიქტორს მივესალმები, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მინდა ვილაპარაკოთ პროტესტის 6 თვის პრინციპში ნოემბრიდან მოყოლებული ნოემბრიდან იანვარ-თებერვალი აპრილი მე-7 თვე დაიწყო არჩევნებიდან თუ ჩავთვლით კიდევ რამდენიმე დღით მეტი აი ამ პოლიტიკურ მოცემულობაში რომელშიც ვართ არის ეს განგრძობადი პოლიტიკური კრიზისი თუ ეს არის მიწურვის ფაზაში მყოფი პოლიტიკური კრიზისი რომელსაც შეიძლება არ უსწორებენ თვალს როგორც აქტიურ ფაზაში მყოფ კრიზისს ხელისუფლება არ უსწორებდა თვალს ეხლა აი ამ ფაზაში მყოფს შეიძლება არ უსწორებს თვალს ოპოზიცია ბატონ ვიქტორ, თქვენ ხმას პრობლემა აქვს, 2 წამში გამოვასწორებ თუ ყურში მეტყვიან, ვის ხმას აქვს პრობლემა, ჩემს თუ სტუმრის. კი ბატონო, 2 წამი გჭირდება იმისთვის, რომ ეს აღმოუფხრათ. ვიქტორ ყიფიანი არის საინტერესო მისი ვთქვათ ბოლო რამდენიმე კომენტარით, მათ შორის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ასევე ოცნების საგარეო ვექტორის გადაწყობასთან დაკავშირებით, ყველა ამ თემაზე ვილაპარაკებთ ბუნებრივია, მას შემდეგ რაც ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხრება. კი ბატონო ვიქტორ. ისმის ბატონი ვიქტორის ხმა. ესე იგი თქვენ ისეთი კითხვა დასვით, როგორც ჩანს ტექნიკამაც კი გააპროტესტა. გალბატონო დიანა, განგრძობადზე ვლაპარაკობთ. როდესაც თქვენ თქვით გამოიყენეთ სიტყვა განგრძობადის კი გარკვეულ დინამიკას, გარკვეულ მოძრაობას ნიშნავს. შეიძლება ეს არ იყოს მოძრაობა წინ, მაგრამ როგორც მინიმუმ იყოს მოძრაობა ადგილზე. მე შეიძლება დღევანდელი დღის გადმოსახედიდან, ვინაიდან ჩვენ არაერთის კომენტარი გაგვიკეთებია საპროტესტო მოძრაობაზე და ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარი გაშიშებული კადრის მოწმენი ვართ. და ეს ამ გაშიშებული კადრის ამოძრავების ან განგრძობად თუნდაც რეჟიმში მოყვანის ნიშანწყალს ჯერჯერობით მე პირადად ვერ ხედავ. ყოველ შემთხვევაში ასეთი მოცემულობა არ იკვეთება ქვეყნის შიგნით. ასე მგონია სასარგებლოდ არის გაშიშებული ასე შეიძლება შეკითხვის დასმა. მე ასე მგონია რომ ჩვენ გარკვეულწილად ახლა მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. ეს ეხება არა მარტო ოპოზიციურ პარტიებს, არამედ გარკვეულწილად, როდესაც მე და თქვენ ან ნებისმიერი სხვა რესპონდენტი, სხვა ჟურნალისტთან ხვდება ერთმანეთს ეთერში, ის იძულებული არის იგივე აი ამ რიტორიკას, ამ გაკვალულ ლექსიკას გაყვეს და ამის იქეთ ვეღარ გავდივართ. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ამ გაშიშებული კადრის ამოძრავებისათვის დღეს რაიმე ხელშესახებ წინაპირობებზე საუბარი ძალიან რთული არის ქვეყნის შიგნით. ეხლა რაც შეეხება ქვეყნის გარეთ, აქაც იმის მაყურებელი თუ რა სახის ცირკი შაპიტო იშლება ჩვენ თვალწინ, ამ შემთხვევაში მე პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები მაქვს მხედველობაში, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ასევე საგარეო პოლიტიკაში ძალიან უნიკალური, ჭყალებში და ორიგინალური ნაბიჯების მოწმე. აქაც რა თქმა უნდა პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი არის. მოკლედ ვილაპარაკოთ ელჩის ფაქტორებზე, უელჩობის. ვცდილობ ახლა რაღაც ხელჩასაჭიდი პოზიტივი ვიპოვო, მაგრამ პირველ რიგში მინდა ჩემი თავის წინაშე დავრჩე მართალი და მიუხედავად იმისა, ვინ მოიწონებს თუ დაიწუნებს, ჩვენ გვაქვს ერთმანეთში შეთანხმება, რომ ყოველთვის ობიექტურად წარმართოთ ნებისმიერი ეთერი. ახლა რაც შეეხება ელჩის გაწვევას, ახლა ელჩის გაწვევა იმ საფუძვლით, რომელიც განცხადებაში იყო ნახსენები არის ძალიან უშუალო. მე მქონდა კონსულტაცია გამოცდილ დიპლომატებთანაც და მათ ასეთი ანალოგი არ ახსენდებათ, რას ნიშნავს დილათენდება. უცებ შენ გახსენდება, რომ საპენსიო ასაკს მიუგაგუნე და შესაბამისად შეგიძლია უარი თქვა დიპლომატიური რა ფონზე, დაძაბულ ფონზე, იქ ტრამპის მილოცვის გამოქვეყნებას გთხოვენ, ამ დროს შენ ივანიშვილი რომ უარს გეუბნება შეხვედრაზე ამ განცხადებას აქვეყნებ, ამ დროს ივანიშვილი აქვეყნებს განცხადებას, რატომ გეუბნება შეხვედრაზე უარს, ანუ ამ კონტექსტსაც აქვს ალბათ მნიშვნელობა. ამდენად ასეთ ვითარებაში ელჩის თანამდებობის მიტოვება
ასე შენი პირადი შეხედულებით ჩემი აზრით ასეთი ვერსია ნაკლებად სავარაუდო არის. მე არ ამგონია რომ მიუხედავად იმ უცნაურობებისა, რაც ტრამპმა შემოიტანა ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რომ კონკრეტული ელჩის გადასაწყვეტი იყო, მით უმეტეს ასეთ რთულ რეგიონში და ასეთ რთულ გარემოებებში, ამდენად ის პროპაგანდა, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან აიწია და ჩვენ მოვისმინეთ მეტად საინტერესო და მოსალოდნელი შეფასებები ამ მხრივ, მოდით გავაკეთოთ ორი დაშვება. ერთი დაშვება არის ის, რომ შედარებით უფრო ტრივიალური დაშვება, რომ შეიძლება დაინიშნოს უფრო შემტევი ელჩი, უფრო შეუპოვარი, უფრო აგრესიული, შეიძლება ახლა ეს სიტყვა თქვათ გამოსაყენებელი არ იყოს დიდ ურთიერთობებთან მიმართებაში, მაგრამ ამის მოწმენი ჩვენ ალბათ გავხდებით, თუ ასეთი ჩანაცვლება მოაზრებული იყო და საპენსიო ასაკის გამო წასვლა თანამდებობიდან რუბიოს უწყებისთვის არ იყო მოულოდნელი, მაშინ ეს ჩანაცვლება უნდა მოხდეს ივლის-აგვისტოში და ჩვენ ამ ახალი კანდიდატურის მოწმენი უნდა გავხდეთ. ან არის მეორე ვერსია. ეს დაშვება არის ჩემი მხრიდან, რომ შეიძლება ეს თანამდებობა სულაც ვაკანტური დარჩეს. ჩვენ გავიხსენოთ, რომ დღესდღეობით არ ყავს ჩვენი ელჩი შეერთებულ შტატებში. წარდგენილი გვაქვს კანდიდატურა და ჯერჯერობით პრობლემა არის, როგორც მე ვიცი, აგრიმანტთან დაკავშირებით. შესაბამისად, გარკვეულწილად გათანაბრდა ვითარება და სტატუსი ამ გადმოსახედიდან. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას მისი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, შეიძლება ჩვენ ესეც მივიჩნიოთ გარკვეულ გზავნილად, რომელიც შესაძლოა არც თუ სწორად შეიფუთა, მაგრამ ეს თანამდებობა დარჩეს ვაკანტურად მანამ სანამ. ესეც გარკვეულწილად შეიძლება იყოს, მე არ მინდა ახლა მოვლენებს წინ გავუსრო, მაგრამ ერთგვარად დიპლომატიურ დემარშად. და შეიძლება ამ დიპლომატიური დემარშიდან თუ არ დაინიშნა ელჩი ვიმეორებ და ეს დარჩა თანამდებობა ვაკანტურად მომდევნო თვეების განმავლობაში და ახალი ელჩის კანდიდატურის ინიცირება არ მოხდა, აქედან ჩვენ უფრო გასხვავებით, უფრო სხვა დასკვნები უნდა გავოვიტანოთ. კანდიდატურა ან საქართველოს ელჩის დროული დადასტურება, ესეც შეიძლება ამ კონტექსტში განვიხილოთ ორივე ამ. ნახოთ, იცით, ჩვენ ალბათ შემოდგომისათვის მეტი საფუძველი გვექნება, მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ დასკვნები იმის თაობაზე, რომ დანიგანი როგორც არაკონსტრუქციული ელემენტი გაიწვიეს, ან ეს იყო რაღაცა deep state-თან და ასე შემდეგ, რაღაც კონსპიროლოგიურ თეორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, შეიძლება ეს არის აბსოლუტურად გააზრებული, ეს არის გარკვეული გზავნილი, ეს არის გარკვეული მესიჯი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო განსხვავებულ შინაარსს შეიცავს. ივანიშვილის უარმა ასეთი ვერსია გამოითქვა, სხვათა შორის ნატალია საბანაძე იყო ჩვენი პირველი სტუმარი. ივანიშვილის უარმა შეხვედროდა დანიგანს, ასევე ხაზი ხომ არ გაუსვა, რომ დანიგანი რაღაც თლად ეფექტური ვერ არის ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ ვიღაც მთავარ კაცს გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით კომუნიკაცია არ სურს მასთან, რაღაც ამან ხომ არ დაამძიმა შეიძლება. მე ვერ გეტყვით ახლა ჩვენთვის. ამდაგვარი ვერსია გაისმა მისი მხრიდან, ამიტომ გეკითხები. ჩვენთვის ძალიან რთული არის ახლა დარწმუნებით ვიმსჯელოთ დანიგანისა და სახელმწიფო დეპარტამენტ შორის ცენტრალურ ოფისს შორის ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, კულუარულად ითქვა ქართულ სივრცეში, რომ დანიგანმა ვერ გაართვა თავი და მან ვერ მიიტანა ეს გზავნილი, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, გზავნილის მიტანა, ვერ მიტანის გენეზისში ალბათ ჩვენივრად ერკვევა სახელმწიფო დეპარტამენტი და ამ შემთხვევაში ბრალის გადაწყობა კონკრეტულად ელჩის მხრებზე ალბათ არასწორი არის. იყო კიდევ სხვა ვერსია რა, რომ მას სათანადო მხარდაჭერა არ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. მოკლედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გარკვეული დაშვებები, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ მე არ ვიჩქარებ იმ ახსნა განმარტებით, რომელიც ქართული ოცნების მესურვებმა შემოგთავაზეს, შესაძლოა გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფონზე ეს იყოს დამატებითი მეტად ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროპაგანდისტულად ძალიან უხეიროდ შეიფუთა. კი ბატონო. ბატონო ვიქტორ, აუცილებლად მინდა გითხოთ, თქვენ ლაპარაკობდით გაშიშებულ კადრზე. ცოტა რაღაც შეიძლება პოეტური კითხვა, მაგრამ ამ გაშიშებულ კადრში უპირატეს პოზაში ვინ არის? ანუ ვის სასარგებლოდ არის ახლა ეს პაუზა? მე დიანა არ ტოვებს განცდა, რომ ყოველი მომდევნო ნაბიჯი, რომელიც მოყვება წინამორბედს, ნაკარნახევი არის ქართული ოცნების მიერ. აი ეხლაც ის საკითხი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობას უკავშირდება,
ჩემი აზრით ძალიან მარჯვეთ იქნა შემოგდებული ოპოზიციურ რიგებში და ჩვენ კიდევაც ვხედავთ ანუ ოცნების დღის წესრიგი არის ახლა მე ამაზრზე ვარ სამწუხაროდ ქართული ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებითაც კი მათ შორის მოქმედებს რეტროაქტიულ რეჟიმში უფრო მეტად ვიდრე პროაქტიულ რეჟიმში და რაც შეეხება პროაქტიულ რეჟიმს კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ შინაგან განწყობას რომელიც მე მაქვს რომ ჯერჯერობით ამ ხრივ ქართული ოცნების პროპაგანდა მარჯვობს ის ერთი ნაბიჯით როგორც წესი წინარი მოვლენებისა. რას უწყობს ამას ხელს? რა უწყობს ქართული ოპოზიციის მხრიდან? სიმრავლე, ფრაგმენტალურობა, პარტიული ლიდერების მხრიდან საკუთარ თავში ზედმეტი თვითდაჯერებულობა თუ სხვა, ეს შეიძლება თამდები მოვლენები იყოს. თამდები მოვლენები იყოს, მაგრამ ერთი სიტყვით ჩვენ აი მოწმენი ვართ ახლა კითხვაზე პასუხი რო გავცე, რაღაც ისე გამომივიდა ახლა პირველივე წუთიდან მოყოლებული ჩვენი საუბრისა ჩვენ ძირითადად კეინს ვისვით ქართული ოცნების ბოსტნაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მიუხედავად ჩემი გულწრფელი სურვილისა, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მონაწილე ვარ ყველა შესაძლო ფორმით საპროტესტო მოძრაობაში, ჯერჯერობით რაიმე პოზიტიურ ხელშასაჩიც ამ მომენტის ჩათვლით ვერ პოულობ. სხვათა შორის ის ლიდერები, რომლებიც ჩემი გადაცემაში სტუმრობენ, ამბობენ, რომ აი იქ ლილუაშვილი რომ წავიდა, იქ ღარიბაშვილი რომ წავიდა, იქ ვიღაცები რომ წავიდნენ, ეს არის ნიშანი, რომ რაღაცა ირყევა სისტემა, რეჟიმი ირყევა და ასე შემდეგ, რაღაც ამ ტიპის შეფასებებს აკეთებენ. თქვენ სისტემა ძლიერია თუ სუსტი, ეს ვთქვათ, რა ნიშნებით ხელმძღვანელობთ, როცა ეს დასკვნები გამოგაქვთ. აი, ის იმათ აქვთ გათვლა ბოიკოტის მომხრეები უპირატესად ასე ამბობენ, რომ ეს არის ბრძოლა გრძელვადიანი, არ არის საჭირო ამ არჩევნებში შეყოლა, იმიტომ რომ ნახეთ, იქ უწევთ სალომე ზურაბიშვილი სხვათა შორის ამ არგუმენტებს ახსენებს, უწევს ლილუაშვილის გაწევა, ღარიბაშვილის გაწევა, გომელაურის გაწევა და ასე შემდეგ და იქ სანქციები მუშაობს და მოკეთ არ არიან კომფორტულ მდგომარეობაში. ესე იგი ასეთი ფაქტობრივი ხელისუფლების პირობებში რა თქმა უნდა ერთ-ერთი დამაჩქარებელი ცვლილებებისა შეიძლება იყოს ის ყებები რაც სისტემამ შეიძლება განიცადოს შიგნიდან. ჩვენ რამდენჯერმე შეგვექმნა ამის მოლოდინი, პირველი ჯერი იყო, როდესაც ნოემბერში გაკეთა ცნობილი განცხადება ქართული ოცნების პრემიერის მიერ და შემდეგ უკვე მოხდა 78 მუხთან დაკავშირებით საჯარო მოხელეების მხრიდან განცხადებებზე ხელის მოწერა. ჩვენ შეგვექმნა შტაბ-ეშტილება, შეგვექმნა იმის მოლოდინი, რომ ეს პროცესი უფრო ღრმად წავიდოდა. სამწუხაროდ ეს მოლოდინი ვერ გამართლა. შემდეგ გარკვეული ცვლილებები რღვევის სახე მიეცემოდა? დიახ. იყო ასეთი მოლოდინი, მეც მქონდა ასეთი მოლოდინი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დროზე მოითოკა ეს პროცესი და ასე თუ ისე სისტემა მისევ ძვირებური მონოლითურობის ფორმა და შინაარსი შეიძინა. შემდეგ იყო სხვა მოლოდინები, ახლა თქვენ გრიგოლ ლილუაშვილი ახსენეთ, მე საკმაოდ ხშირად ერთგვარი კვაზი პოზიტიური ეპიტეტი გამომითქვამს ლილუაშვილის მიმართ, ვინაიდან მე მაინც მგონია რომ ლილუაშვილის პლეადა სპეცსამსახურებს ეხებოდა თუ სხვა უწყებებს გარკვეულწილად ეს ვთქვათ რაციონალის სტაბილიზატორის ფუნქციის მატარებლები იყვნენ. აი ეს ეგრეთ წოდებული პიონერების თაობა, რომლებიც ახლა შედიან თქვათ ამ ხელისუფლებაში, ახლა ეს თქვათ შეგვიძლია მორიგ ჟარგონად გამოვიყენოთ. კარგია. და ხდება ფაქტიურად ზეპარტიზაცია. ანუ თუ ქართულ ოცნებას რაიმე ტექნოკრატიული ახასიათებდა მმართველობის სფეროში, ეს ტექნოკრატიული ელემენტის ნარჩენებიც ჩანაცვლებადი ხდება მკაცრად იერარქიაში მოყვანილი პარტიული სტრუქტურებით. ამდენად აი ეს რაციონალიც ამ შემთხვევაში იქნება. მაგრამ რაციონალთან ერთად ეხლა თქვენ როდესაც რყევაზე თქვით, ფაქტია რომ ეს რყევა შეიძლება ასევე მოხდეს ერთ შემთხვევაში, რომ ყოველი ასეთი წამსვლელი პირი რაღაც დროის შემდეგ უფრო აქტიური იქნება ან მის წარსულთან მიმართებაში, ან სამოქალაქო პოზიციასთან მიმართებაში. ჯერჯერობით ჩვენ არც ერთი, არც მეორე, არც რაღაც სხვა გადავიდნენ რაღაც მდგომარეობაში. ხო, არც სხვა რაღაც სხვა განვითარება არ გვინახავს. ამიტომ ეხლა რომელ ჯერზე შავი გედი, ეგრეთ წოდებული ეხლა ცნობილი ტერმინი არის და ფენომენი შეფრინდება ამ სისტემაში და მორიგ ჯერზე მოახდენს რღვევას, ეს რა თქმა უნდა
უკვე მორიგი ეს თქვათ მოლოდინის საკითხი არის ჩვენი მხრიდან, მაგრამ აი არჩევნები ახსენეთ თქვენ და მოდით აი არჩევნების თემაზე რომ ვილაპარაკოთ, რომელი გზა იქნებოდა უფრო რაციონალური, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები რაღაც დიდწილად უკვე მზა პოზიციონირება აქვთ. ხაზარაძეს უსმენდი და მომეჩვენა რომ ის დიდწილად არჩევნებისკენ იხლება, 4 ნომერი და 5 ნომერი დიდწილად და თითქმის აპრიორი ბოიკოტისკენ იხრებიან. გახარია იყო პირველი, რომელიც საუბრობდა რომ ემზადება ყველა არჩევნებისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ანუ რაღაცნაირად ასე იყოფა, თუ ვლაპარაკობთ 4 ბარიერ გადალახულზე, ზოგმა თქვა გვაღიზიანებს ეს ტერმინიო, თავად დაირქვეს თორემ უწოდოთ ბოლო მათ მიერ არაღიარებული არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონეები. აი, როდესაც ჩვენ საუბრობდით პროპაგანდისტული ფონის შექმნაზე და დღის წესრიგზე, სწორედ ადგილობრივი არჩევნები იქცა მორიგ ტესტად. და ეს ისეთი საკითხი არის, სადაც სტერილურად არც ერთი გადაწყვეტილებაა გამართული და არც მეორე გადაწყვეტილება და ხშირად ხუმრობ კიდევაც აი SWOT-ის ანალიზით უნდა გავიაროთ და პლუსები მოვნიშნოთ, მინუსები და შემდეგ უკვე ვნახოთ ხახალდის ფურცელზე პლუსების რაოდენობა ჭარბობს თუ მინუსების. ნებისმიერ შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ გეკლებათ ახლა თავში მაინც ამა თუ იმ პოზიციის დაფიქსირებისას მე და თქვენ მაინც ინტელექტუალურ რეზერვაციაში აღმოჩნდებით და ჩვენზე შეტევა მოვა ორივე მხრიდან, გავშალოთ ეს თემა ისე როგორც გვწამს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საუბარი არის ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე და პარტიულ ცხოვრებაზე, არჩევნებში მონაწილეობა არის აუცილებელი. ეს არის ყველაზე სწორი და დამკვიდრებული ფორმა ქვეყანაში ცვლილებების მოხდენისა. გარდა მაგისა, არჩევნებში მონაწილეობა არის აი როგორც შევადარო, როგორც ჯარისათვის სამხედრო წვრთნა. არჩევნებზე სწორედ არჩევნების პროცესში ვლინდება პარტიის მზაობა, მისი ქმედუნარიანობა, რამდენად მას სწორი როლი და პოზიცია უჭირავს ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში. არ გვაქვს ნორმალური. მაგრამ აი ახლა გადავდივართ მეორე თემაზე, როდესაც ჩვენ ეს ქრესტომატიული განცხადებები გავაკეთეთ, ასევე უნდა გავიხსენოთ, როგორ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ჩვენ რამდენად თანაბარი არის ველი და რამდენად ის პირობები, რომლებიც ის პირობები, თამაშის წესები სამართლებრივი გარსიგნებად, რომელიც არჩევნებს უკავშირდება, საშუალებას მისცემს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ორიდან ერთ-ერთი შედეგი მაინც მოიპოვოს. ერთი შედეგი არის, რომ უნდა იყოს იმგვარი პირობები შექმნილი, რომ შედეგი იყოს პოზიტიური, ან მეორე უნდა იყოს იმგვარი პირობები შექმნილი, რომ გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში მოხდეს ამ გაყალბებული არჩევნების სიყალბის სწორედ ფიქსაცია და შემდეგ უკვე პროპაგანდისტულ ნარატივების გნებავთ PR-ში სწორი გამოყენება. აი, როდესაც სწორი ფიქსირების პრობლემა ქონდა 2024-ის არჩევნებს. ნაწილობრივ ალბათ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ოცნების არაღიარების პოლიტიკა მეტწილად გრძელდება, ალბათ ეს სწორედ არის ამ მტკიცებულებათა ბაზის თავმოყრისა და სწორი პრეზენტაციის შედეგი, მაგრამ მას შემდეგ კანონმდებლობა შეიცვალა, ჩვენ გვესმის არაერთი ისეთი შემზღუდავი ნორმა, რომელიც სათანადო მონიტორინგის საშუალებასაც არ იძლევა, ამიტომ, როდესაც ჩვენ არც ერთი საშუალება გაქვს, ესე იგი შედეგი დადო და მეორე ისიც შედეგი არის, როდესაც შენ მარცხდები, მაგრამ ამ მარცხის გამართლება შეგიძლია გაყალბებით და შესაბამისად ეს უკვე შეუტრიალო შენში და აუდიტორიას ან გარი აუდიტორიას, არც ერთი შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში მაშინ რა თქმა უნდა იბადება კითხვა, როდესაც შენ ათვისნობიერებ, რომ ვერც ერთი რეზულტატი ვერ დგება, მაშინ რატომ შედიხარ საარჩევნო პროცესში. და კიდევ ერთი თემა და მე ეს ვთქვათ რიტორიკულად მინდა დავსვა ეგ შეკითხვა, თუმცა რიტორიკული შეკითხვის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რიტორიკულ შეკითხვაში პასუხივე არის ჩაქსოვილი. ეხლა რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მხრიდან და მე ვეცდები ახლა გარკვეულწილად აი ერთგვარ რჩევაზე გავიდე თუ რეკომენდაციაზე გავიდე ქართული ოპოზიციისათვის, ამიტომაც ეს შემოვლითი გზა გავაკეთე და დავიწყე ქრესტომატიული განცხადებებით. ასე უხეიროდ შედგენილი ტექსტი, რომელიც ესე იგი დაექვემდებარება განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, იშვიათად მინახავს. ესე იგი ჩვენ თითქოს და სათავისოდ გაიგო. ყველამ სათავისოდ გაიგო და სწორედ ამაში არის ტექსტის ხარვეზიანობა. ესე იგი საუბარი კი არის ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე, მაგრამ
შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა კომიტეტი არ ამბობს არჩევნებთან მიმართებაში, როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს ქართულ ოპოზიციას. თუ გემახსოვრებათ, ტექსტში არის ორი საკვანძო ფრაზა. შესაძლებლობების გამოყენება, seize the opportunity. მაგრამ რას ნიშნავს ეს გამოყენება? რა ფორმით უნდა იყოს ეს გამოყენება? ესე იგი, აი ნახეთ, აი მე სხვა ვერსია შემოგთავაზებ. მონაწილეობა უპირობოდ თუ მონაწილეობა გარკვეული პირობების, როგორც მე ხშირად ვამბობ, გამოვაჭრების შემდეგ დაზუსტებაში პირობები, იმიტომ რომ საარჩევნო სამართლის იქ რაღაც შესაძლო არის. ეხლა როგორ არის, იცით, ეხლა სამართალი არის ძალიან უცნაური რამე, სამართალში ინტერპრეტაციის რამდენიმე მეთოდი არის, დაწყებული სიტყვით და დასრულებული ისტორიული და ტექსტუალური. ასე რომ მოდი ჩვენ მაინც სიტყვით განმარტებას, იმიტომაც არის, რომ ოპოზიცია დღეს ვერ თანხდება. ესე იგი, ერთი არის უპირობოდ შეხვიდი არჩევნებში და მეორე არის გარკვეულ პირობებზე ესაუბრო ქართულ ოცნებას. გითხრას ევროპარლამენტმა შიგნით მისაღები გადაწყვეტილებაა. ამდენად, ჩემი აზრით. მე ასეთ განმარტებას მივცემდი და ჩემი აზრით, როცა ჩვენ საუბრობთ ნარატივების ომზე, ალბათ ქართული ოპოზიციის მხრიდან, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს. არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ როგორ არჩევნებში მონაწილეობა. თუ ჩვენ ისე დაშვებას გავაკეთებთ, რომ ქართული ოცნება ასევე დაინტერესებული არის, რომ ერთი-ორი მსხვილი სუბიექტი შეაგდოს საარჩევნო პროცესში, წესით ალბათ ასეთი საკითხის დაყენება მათთვის ხო. იმიტომ რომ სხვაგვარად რა გამოდის, თუ შენ დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში. თუ შენ იცი რომ მოსახლეობის მხარდაჭერა გაქვს, რატომ უნდა თქვა უარი მეტნაკლებად თანაბარის თამაშის წესების შექმნაზე. თუ ამაზე არ წამოვიდა ქართული ოცნება, აი მაშინ ის ტესტი, რომელზეც კომისია საუბრობს ხო, განცხადებაში, რომ ეს ტესტი იქნება ქართული ოცნების მხრიდან. ტესტი შეიძლება არა მარტო არჩევნებში მონაწილეობის შედეგად გამოვლინდეს, არამედ იმ ზაობის არ გამოხატვით, ან ასე ვთქვათ, იმ ზაობაზე უარით, რომელიც თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა შეიძლება უკავშირდებოდეს. ესე შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, ერთგვარი სწორი ინტერპრეტაცია ამ საკითხისა და აი ეს ქართველი ხალხის ერთიანობა, მე ტექსტში რო ვკითხულობთ, ხო, შეიძლება სწორედ ასეთი მოთხოვნის ირგვლივ მოხდეს ამ ძალისხმების დამობილიზება. რომ დაიდოს პირობები, გაკეთეს შეთავაზება ქართული ოცნების მხრიდან, ესეც რო იტყვიან ამ ტესტის მიმართ, უკაცრავად ესეც გარკვეულწილად ამ ტესტის ჩაბარების ფაზა არის ქართული ოცნების მხრიდან, რომ პირველი ფაზა არის გაკეთილშობილება საარჩევნო გარემოსი და მისი გაკეთილშობილების პირობებში მეორე ფაზა იქნება საკუთრივ არჩევნები. ოპოზიცია უნდა შეიქმნას და ერთიანად შესთავაზოს პირობები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ პირველი ფაზა ჩავარდა, თუ პირველ ფაზაზე, ესე იგი, არ წამოვიდა ამ პირობების გაუმჯობესებაზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ უპასუხა ევროპარლამენტს სათანადო მზაობითა და ვერ ჩააბარა ის გამოცდა, რომელიც მე ჩაებარებია. ევროპარლამენტი გადავდოთ გვერდით. რა თქმა უნდა. პოლიტიკურ, არ ვიცი, იმაში, რომ არჩევნები არის პოლიტიკისთვის, პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ასპარეზობა და აქ რომ იყოს პარტიების მონაწილეობა, ასე ვთქვათ, ამისთვის კრიზისის შესამსუბუქებლად, რაღაც სხვა კლიმატისთვის, საარჩევნო და პოლიტიკური კლიმატის დასამკვიდრებლად, რაღაც ტიპის დათმობებზე, რომ წავიდეს, შეცვალოს, ასე ვთქვათ. ანუ ამისთვის ოპოზიციამ პირობების ჩამონათვალი უნდა შესთავაზოს ერთიანად გენერალური ხაზი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ერთიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გადამწყვეტი, თორე სხვაგვარად, აი, როდესაც ჩვენ გაშეშებული კადრი დავიწყეთ, მე დინამიკაში ამ სურათს საკმაოდ პესიმისტურად ვხედავ. მე ასე მგონია, რომ ასე თუ გაგრძელდა არჩევნებამდე ეს ფრაგმენტაცია ოპოზიციურ რიგებში კიდევ უფრო მეტად გააღრმავდება. ამიტომ ერთიანობას ყოველ შემთხვევაში მთავარი მოთამაშეების მხრიდან, სუმცირე ცენტრისტული პარტიების მხრიდან და მე ყოველთვის ვამბობ, ცენტრისტული პარტიები ამ შემთხვევაში არის ნომერი 9 და ნომერი 25. რამდენად შეძლებენ ისინი საერთო ენის გამოძებნას და რამდენად შეძლებენ ამ ორბიტაზე სხვების დამოყრას, ეს მათი პოლიტიკური სიმწიფის გამოცდა არის ამავე დროს. ეს არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ ქართული ოცნების მისამართით ტესტი ევროპარლამენტის მხრიდან. ეს არის ასევე ევროპარლამენტის მხრიდან ქართული ოპოზიციის მიმართ ტესტი. და როდესაც სიმწიფეზე არის საუბარი, როდესაც დემოკრატიის გამოცდის ჩაბარებაზე არის საუბარი, ეს მხოლოდ სამხრივი მოძრაობის ქუჩა არ არის. ეს არის ორხრივი მოძრაობის ქუჩა. ეს თანაბრად უნდა ჩააბაროს ქართულმა პოლიტიკურმა აზრმა. და ქართული პოლიტიკური აზრი, ქართული პოლიტიკური მედალი შედგებოდა და დღესაც შედგება ორი მხარისაგან. ერთი არის ოპოზიციური, მეორე არის სახელმწიფო.
მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა, შესაძლებლობები და ასე შემდეგ დიდწილად არის ხელისუფლებისკენ. ნუ რასაკვირველია, მით უმეტეს ასეთ უთანასწორო ჭიდილში, რომელიც მით უმეტეს განპირობებული არის არა მარტო ფინანსური რესურსით, არამედ საკანონმდებლო ჰენდიკაპით, გარკვეული უპირატესობით, ერთობას და ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ ეს ტესტი ქართულმა ოპოზიციამ ვერ ჩააბარა, ჩემი აზრით, ქართული ოპოზიციის პოლიტიკური ჟამი, რომელიც არჩევნებამდე ითვლის რამდენიმე თვეს, მე ძალიან ვშიშობ, რომ არჩევნების შემდეგ, მით უმეტეს თუ არჩევნები წარუმატებელ ტესტად გამოდგა, ამ საათის დინება გაჩერდეს და ჩვენ აბსოლუტურად სხვა განზომილებაში და სივრცეში ამოვყავთ თავი. მადლობა ვიქტორ ხიფიანს, რომელიც ჩვენ კითხვებს პასუხობდა რეკლამის შემდეგ.